მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს ციკლიდან ქრისტიანობა და თანამედროვეობა. დღეს ჩვენ ესეთ თემაზე მოგვიწევს საუბარი, რომელიც რაც დრო გადის და რაც უფრო ძალაში შედის 21 საუკუნე, მით უფრო ერთგვარ პოპულარობას პოულობს გარკვეულ ფენებში საზოგადოებისა. და რაზე ლაპარაკი? საქმე ის გახლავთ, რომ გარკვეულ პერიოდში, როდესაც ადამიანებმა ძალიან დიდი ყურადღების მიქცევა დაიწყეს ნეოწარმართობისთვის, ძველი გნოსტიკური ცნობიერებებისთვის და ასე შემდეგ და ასე ამგვარად და სურვილი გაქცეოდნენ ქრისტიანობას, იქცა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ აღარ იცოდნენ უკვე რა ეკნათ. დაიწყეს ამ ადამიანებმა ქრისტიანობის ბინადამ უშუალოდ მასთან ჭიდილი არ გამოდიოდა. დაიწყეს ესეთი ობიექტური კრიტერიუმების, ობიექტური საზომების მოძებნა, რომ ქრისტიანობა აღარ იქნება მალე. და აი, გაჩნდა საოცარი თეორია, რომელიც ამბობს შემდეგს. მოგეხსენებათ, არსებობს ესეთი ციკლი, ქვია ზოდიაქოს ციკლი, ეს არის ზოდიაქოს წრე. მარტივად რო ვთქვათ, ეს არის თანავარსკვლავედები, განლაგებული ეკლიპტიკაზე, ანუ მზის გადაადგილების ტრაექტორიაზე. ეს არის ის 12 თანავარსკვლავედი, რომლებშიც მზე აყოვნებს, რომლებსაც გაივლის მზე, თავისი წლიური ციკლის განმავლობაში. სამდროში გასაგები დედამიწა ბრუნავს, მაგრამ ნუ კარგი. ადრე როცა ხალხს ჰქონდა უფრო გეოცენტრული წარმოდგენა, რომელიც პრინციპულად არამეცნიერულია, თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ბუნების მეტყველებაზე, გეოცენტრული შეიძლება იყოს რელიგიურად. სამყარო გეოცენტრული, რა თქმა უნდა, არის მხოლოდ თეოლოგიური თვალსაზრისით. ზუსტად ისევე, როგორც რომის იმპერიის სადღაცა, რომელიღაცა პროვინცია, ერთ-ერთი, სადაც იდგა ერთ-ერთი ესეთი ლეგიონი, სადაც იყო ესეთი პატარა ქალაქუკა, რომელიც დღეს გარეუბანია სხვა ქალაქისა დაუშვათ. სადაც დაიბადა ერთ-ერთ ებრაულ ოჯახში ერთ-ერთი ბიჭუნა, გასაგებია, რომ რომის იმპერიის ოიკუმენისთვის ეს იყო სადღაც პერიფერიაზე მყოფი, მაგრამ აი ამ ქალაქში დაბადებულმა, აი ამ ღვთაებრივმა ყმამ სამყარო შეცვალა. ამიტომაც ბეთლემი ცენტრი ხდება. და შემდეგ როცა იერუსალიმში ჯვარს ეცმის და აღდგება ეს ყმა უკვე 33 წლის შემდეგ ამბიდან. იერუსალიმი ხდება ცენტრი. თქვენ არაერთი რუკა ალბათ გინახავთ, ხომ? შუა საუკუნეების, სადაც ნაჩვენებია იერუსალიმი როგორც ცენტრი სამყაროს და შემდეგ დანარჩენი დედამიწა. ამისი უფლება ბუნებრივია ჰქონდათ ამ ადამიანებს, ვინც ამ რუკებს ქმნიდა, მოგეხსენებათ, ვისაც გინახავთ ავსტრალიაში შექმნილი მსოფლიო რუკები, იქ ყველაფერი თავდაყირად დგას. ვისაც გინახავთ ამერიკაში შექმნილი მსოფლიო რუკები, იქაც ყველაფერი სულხანიერად გამოიყურება, ცენტრში ამერიკის კონტინენტებია და ევრაზია აქედან და იქიდან შემოდის. ხო, ყველას აქვს უფლება ცენტრად აიღოს ის, რაც მისთვის არის მნიშვნელოვანი. და გასაგებია, რომ დღევანდელი ბუნების მეტყველების, ასტრონომიის, ასტროფიზიკის სურათიდან ვიცით, რომ მზის გარშემო ბრუნავს და უბრალოდ მზე ვარდება და დედამიწათან მიყვება ვარნაში, ხო? უსასრულო ვარნაში, კოსმიურ სივრცეში. ამიტომაც იმ ხალხს მიაჩნდა, რომ რეალურად ბუნების მეტყველებითად მეცნიერულად დედამიწა იყო ცენტრი, ციცდებოდა. აი ეს მზე ჩვენს გარშემო რო ტრიალებს, აი ამ თანავარსკვლავედებში შედის და ამიტომაც იქ რომელ თანავარსკვლავედში ჩერდება, ის იქ შესაბამისად რაღაცა გავლენას ახდენს ეს ადამიანის დაბადებაზე, ამაზე, იმაზე. და ეს თანავარსკვლავედი ისეა განლაგებული, რომ არის და საინტერესო თანავარსკვლავედების სახელდება და საინტერესოა მათი ვიზუალიზაცია. ძალიან ბევრ კულტურაში ეს ერთმანეთს გავს. აი ერთი საინტერესო განსხვავება შეიძლება ვნახოთ, ყველაზე ესეთი გახლავთ მერწყული. მერწყულის ვიზუალიზაცია ძალიან საინტერესოა. ვისაც უნახავს ბერძნული გამოსახულება ამ მერწყულისა, მერწყული წყალს ღვრის ჭურჭლიდან.
და ვისაც უნახავს ამავე თანავარსკვლავედის გამოსახულება იკონოგრაფიული შექმნილი არაბულ აღმოსავლურ სამყაროში იქ ჭიდან ეზიდება წყალს. ბუნებრივია, იმიტომ რომ რა უდაბნოში ცხოვრობ მე და დავხატო რომ მერწყული წყალს ღვრის, კი მე გავიგე ვიღაცა ხალხებისგან, რომ აი ამ რაღაცა თანავარსკვლავედს თურმე ქვია მერწყული, წყლიანი ტიპი, კარგი, მაგრამ წყალს ღვიდეს, სადაა დასაყრდენი წყალი უდაბნოში. ამიტომაც ეს ძალიან საინტერესო კულტურული ფენომენია, ხო? ერთი და იგივე სიტყვას, ერთი და იგივე ჯერ რაღაცა ვარსკვლავების გროვა, რატომღაც ვიღაც ტიპებმა ჩათვალეს, რომ ეს ერთ სიბრტყეზე განლაგებული გამოსახულების პუნქტები და შეაერთო ხაზებით, კარგი ბატონო, შეაერთეს, მაგრამ მიღებული გამოსახულება, როცა უნდა გადაიტანო ადამიანურ ანთროპომორფულ სურათად. ოპა, აქ აღმოჩნდა კულტურული განსხვავება. თუკი ბერძნების რომლებიც სულ კუნძულებზე ცხოვრობენ, მაგრამ ყველგან წყალია, მტკნარი წყალი კუნძულებზე, გარშემო მლაშე წყალი, სულ ყველგან წყალია. წყაროებია, მდინარეებია, ჩანჩქერებია, იმათვის წყლის გადმოღრა ბუნებრივი მოვლენა იყო, ამათვის კიდე მოიცა შედიჭირიმე, აქ უდაბნოში ძლივს ერთი ტიკი წყალი გვაქვს, ამას თხიერი. წყალი გვაქვს, ამას ჩვენ არ დავუღრით. გასაგებიც არის. ხო და აი ეს მერწყული რომ არის, მის შემდეგ მოდის ნიშანი თევზები. ვაპარაკეთ თებერვალზე და მარტზე, ხო? აი ადამიანები, რომლებსაც რატომღაც მოუნდათ ეპოვათ თავისთვის გასამართლებელი საბუთრო ქრისტიანობა სულ მალე დამთავრდება და ჩვენ აღარ ვიქნებით ვალდებულები ვიყოთ ქრისტიანებიო. იმიტომ რომ ქრისტიანობა ძალიან გუნავსო რა ჩვენ. აი ჩვენი წარმართული კულტები ძალიან მარტივი იყო მანამდე. გნოსტიკური წარმოდგენები ძალიან მარტივია. ის ყველაფერი ახდენს გამართლებას, ამაზე ჩვენ გვისაუბრეთ ერთ გადაცემაში. ახდენს გამართლებას, ამართლებს. იწონებს, აკეზებს, ღვთაებრივ რეალობაში ათავსებს ჩვენს ვნებებს. გვიქვამს ხო ამაზე დავუშვათ მე მინდა რომ ვიპარავდე, მაგრამ მეუბნები რომ ეს არასწორია, მაგრამ თუ კი მე მყავს ღმერთი, რომელიც არის ჰერმესი, რომელიც თვითონაც იპარავს და სხვებსაც, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული მფარველობს, რა პრობლემაა? და თუ კი მე მინდა მემთვალეობა და სულ რუსვამდე და მეუბნები არასწორია, ლევან როგორ იქცევი? თუ კი მე ვიტყვი რომ დიონისია ჩემი ღმერთი, რომელიც სულთვალია და გალეშილია, და თუ კი მე მინდა რომ ცოლს ღალატობდე და ამიტომ ზევსს ავიფარებ ჩემს ღმერთად და ეტალონად. გასაგებია, ხო? ჩემი ვნებების პროექცირება ზეცაში და იდეალურ სურათად გამოცხადება მათი. და აი ქრისტიანობა ამ დროს პირიქით მოითხოვს, იყავით სრულნი როგორც მამა თქვენი ზეცათა სრულ არის. არა იპარო, არა იმრუშო, არა კაცკლა, არა ცილისწამო, ეგ ძალიან რთულია რა. ამიტომ თუ ქრისტიანობა აღარ იარსებებს, ბიბლიური ღმერთის მოდა თუ გადავა, მაშინ ყველაფერი ძალიან გამარტივდება. მე შემეძლება თქვა რომ აი ის რაღაცა გარედან ჩემზე თავს მოხვეული ნორმები, მორალური აღარ არსებობს. და მე შემიძლია სინდისის ქენჯის გარეშე ვიმრუშო, ვიპარო, ვიყო მთვრალი და ასე შემდეგ. და აი ადამიანებმა რა აღმოაჩინეს? თურმეო, მზე კი გადაადგილდებაო ასეო წლის განმავლობაშიო. ჯერ მერწყული თანავარსკვლავედშია, მერე თევზებისო, მაგრამო ეპოქების თვალსაზრისითო ესო პირიქით ბრუნავსო. და აი ახლაო არისო თევზების პერიოდიო და ქრისტეს ნიშანი ხო თევზიაო. ნუ რა თქმა უნდა იხთის იქცა ქრისტიანების სიმბოლოდ პირველ საუკუნეებში. ეს სიტყვა იხთის თევზი, როგორც აბრევიატურა ისუს ქრისტოს თეონ იოს სოტერ. იესო ქრისტე ღვთისაძე მაცხოვარი. მართლა იქცა ქრისტიანების სიმბოლოდ. ეს მთელი თემატიკა, კმებადურები,
თევზჭერა და ასე შემდეგ და ასე ამგვარად ქრისტე ხდება როგორც ჩვენ გასაგები ხომ თევზი ძალიან პოპულარული სიმბოლო იყო ქრისტიანებისთვის. ერთ-ერთი ნიშანი იყო მათი. მაგრამ თევზი და ეცებ მოიცა თევზი ქრისტეს ნიშანია. ესე იგი თევზები არის ბუნებრივია ის პერიოდი, როცა ქრისტიანობა მოდაში იქნებოდა, ხო ეპოქაა თევზებისა. თქვენს აი ამ უცნაურმა ადამიანებმა ვისაც უცნაური რაღაცების ესჯერა. კარგი მზე რომ ამ თანავარსკვლავედების ფონზე გაივლის, ეს შეიძლება ტელესკოპითაც დაადასტურო. ეს რომ ეპოქებში ეს პირიქით ბრუნავს. ვინ გადაამოწმა? როგორ გადაამოწმა? ეს ხომ არავერიფიცირებადია. ეს ხომ არამეცნიერულია. ეს ხომ მხოლოდ რწმენის ობიექტია და ვიღაცას სწამს. ვიღაცას უნდა რომ სწამდეს რომ ქრისტიანობას ვადა გაუვა. როგორც გაუვიდა ვადა იქ რაღაცა ოსირისის მისტერიებს. და აი ამ ხალხმა თქვა და აი გაუვა ქრისტიანობას ვადა და მოვა მერწყულის ეპოქა კვლავ. და ასეთი მოდაც კი იყო მერწყულის ეპოქაზე საუბარი. საბჭოთა კავშირში იყო ესეთი ძალიან ცნობილი იუმორისტი სატირიკოსი, ძალიან ცნობილი ადამიანი, მიხაილ ზადორნოვი, ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომელსაც რაღაც პერიოდში დაიწყო თავისი მოღვაწეობა 90-იანი წლების ბოლოს ერთესენი დრო იწყებოდა. ამ ადამიანმა ძალიან დიდი ყურადღება მიაქცია რუსულ ფოლკლორს, რუსულ წარმართობას და ნელ-ნელა აი ეს ნეოწარმართული, ნეოპაგანისტური იდეები ძალიან მოეწონა მას და მან წინის გამოუშვა იზიჩნიკ ეპოხი ვადალეია. მერწყულის ეპოქის წარმართი. თავის თავს, საკუთარ თავს. ძალიან გულდასაწყოთი იყო ეს ნიჭიერი, საოცრად ნიჭიერი ადამიანი. ესე მძიმედ გადავარდა ნეოწარმართობაში. თუმცა მეორე ნიჭიერი ადამიანებისთვის არსებობს კიდევ სხვა გვერდითი გასასვლელი კარგები დატოვებული. ამ ყოფითი სისულელებიდან. სიცოცხლის ბოლოს მას მძიმე სენი სიმსივნე დაემართა და აი სარეცელზე მიჯაჭვმა ადამიანმა თავის თავში იპოვა ძალა, ეღიარებინა თავის შეცდომა. დაუბრუნდა ეკლესიას, მიიღო წმინდა ზიარება და აღესრულა. და სპეციალური წერილიც გამოაქვეყნა, საჯარო წერილი. იმიტომ რომ ბუნებრივია საჯარო ცნობილი ადამიანი იყო, ვიმეორებ სსრკ-დან მოყოლებული ხალხი უყურებდა და უსმენდა ამ ადამიანს, ჯეროდათ მისი. და მას საჯარო წერილი დაწერა სინამდვილეს. და ორი ბედნიერებას აფიქსებს იქ რომ ღმერთმა კვლავ შეიწყნა ეს მისი განდგომის მიუხედავად. ეკლესიასთან შერიგებული წავიდა ეს კაცი ამ ქვეყნიდან. და სულ კი ასეთი ინტელექტუალი, საოცარი ინტელექტუალი. აყვა აი ამ ბოდვას ნეოპაგანისტურს, რა გასაკვირია რომ ზოგიერთი სხვა ადამიანებიც. აი მოდით ეს გავიხსენოთ, ხო ეს ფილმი იყო გამოსული ავატარი. ფილმი უცხო პლანეტელებზე არის, იწყება 2050-იანი წლებით, იქ თავარი ხალხი ეს უცხო პლანეტელები არის ნავი, ლურჯი ფერის არიან, ინდიგო ფერისები არიან. ნავი მოიხსენოთ ხა ინგლისურად, ხო? ნეივი, ზღვისას ნიშნავს, ხო? ეს ინდიგო ფერი, ესეც რაღაც ანთროპოსოფიურ, თეოსოფიურ რაღაც ბოდვები რომ დაიბადებიან ინდიგო ბავშვები, ინდიგო აურით, ინდიგო ერთ-ერთი ტონალობაა, ხო, ლურჯი ფერისა. აი თელის იდეა რომ და ავტორი ამბობს რომ ცნობილი რეჟისორი ჯეიმს კემერონი ამბობდა რომ მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა ადამიანი უნდა ცდილობდეს მიემსგავსოს ამ ნავის აი გამოგონილ არსებობს ხო რომელიც ამ პლანეტა პანდორაზე ცხოვრობენ ფილმი არ არის ცუდი ფილმი ძალიან საინტერესო როგორც კომპიუტერული ეფექტების და მხატოსტი გადაწყვეტის მხრივ ხო ვიზუალიზაციის თვალსაზრისით მეორე სერია უფრო სუსტი გამოვიდა რა თქმა უნდა შემდეგი სერიები გამოვა მალე მაგრამ თვითონ ფილმი საინტერესო იყო მიუხედავად იმ ძალიან ბევრი შეცდომისა რომელიც თუმცა ავტორი 12 წელი წერდა სცენარს
საოცარი, მაგრამ ლამაზი სანახავი ფილმი იყო, ეს ხო ერთგვარი ქედის მოხრა, ბოდიშის მოხდა ინდიელების, ანუ ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის წინაშე, შავკანიანი მოსახლეობის წინაშე, მონობის თემა, კოლონიზაციის თემა არის, თეთრი კაცები როგორც ბოროტი არსებები და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იდეა, ეს ფილმი იყო ერთ-ერთი, მოგითხრათ, ლამის იქცა ბაირაღად იმ ხალხისა, ვინც თვლიდა რომ აი დადგება დრო და 2020 საუკუნის შუა წლებში 54-53 წელი რაღაც სახელდებოდა არ მახსოვს დამთავრდება ეს ალბედითი თევზების ეპოქა და დაიწყება კურთხეული მერწყულის პერიოდი, როცა ქრისტიანობა კვლავ იქნება გადასული მოდიდან. ქრისტიანობა კვლავ გაქრება, როგორც არ იყო, ისევე აღარ იქნება და ვაშა ურა მრავალჟამიერ. დაწყდება ზოგიერთებს გული ალბათ, მაგრამ ეს ასე არის ზონდა. ეს ასე არ ხდება. და თუნდაც, აი ნახეთ რა საინტერესო არის, აი შეხედეთ ქრისტიანობა უფრო და უფრო კლებულობს, ნაკლები და ნაკლები ქრისტიანია სად? თუ ჩვენ ავიღებთ კათოლიკურ სამყაროს, რომელსაც სტატისტიკის მიხედვით, როგორც ამობენ, ყველაზე მეტი ადებთ იყოს. დავიწყოთ იმით, რომ აფრიკა და სამხრეთ ამერიკა ცენტრები ხდება კათოლიკური ქრისტიანობის. და ჩინეთიც, რომელიც როგორც ამობენ 15 წლის შემდეგ ყველაზე მეტი ქრისტიანი ხდება ჩინეთში, ქვეყნების მასშტაბით. მაგრამ ჩვენ ქრისტიანობას არ ვზომავთ ნომინალურად ქრისტეს სახელი ვისა აქვს ტატუირებული სადღაც, წარწერა სადღაც ვისა აქვს ქრისტე. ჭეშმარიტება ხომ არის არა სახელთან, არამედ აღსარებლობასთან დაკავშირებული. დაუშვათ მართლმადიდებლები არც ისე ბევრნი ვართ და რატომ გონია ვინმეს რომ ჩვენი რჯული ბოლშევიკური პარტია და რაც უფრო მეტნი ვართ, ესე იგი მართლები ვართ. ვინ მოიტანა საზომი რომ ქრისტეს ეკლესია როცა 12 კაცისგან შედგებოდა, მაშინ არ იყო სისავსით. აი ეს რა უცნაური ცნობიერებაა, უმრავლესობა არის მართალი. ეს არის დემოკრატიულ სისტემებში, მეტმა მისცა ხმა, ესე იგი ეგ არის და გავიდა, ბოლშევიზმიც იგივე იყო, ბოლშევიკები ვართ ჩვენ, უმრავლესობაში ვართ ჩვენ და ამიტომ ასე იქნება, არა. ის რომ ქრისტეს სამწყით მცირე ცნობილია, ის რომ ის გზა, რომელიცაც მიყავს ცხონებისკენ ვიწრო და ძნიათსავალი, ესეც ცნობილია, ამიტომ არასდროს ქრისტიანობას არ ჰქონდა იდეა ფიქსი, სტატისტიკურად ყოფილიყო ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიური ორგანიზაცია. არა, ეს არის ქრისტეს სხეული. მაშინ იმდენი უჯრედია, რამდენიც საჭიროა. ამიტომაც თუ კი ვიღაცა ქრისტიანობა სულ ზღაფავს, ერთი ქრისტიანი ადამიანის მიერ მოტანილ მაგალითს გავახსენებთ. აი, ჩვენ გვიყვებიან რომ არის საავადმყოფო, სადაც არის ადამიანი, რომელსაც ტემპერატურა აქვს უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში 37 და მეტი, ძლივს სუნთქავს, სულ წითელია, ხმნეშის, ღნავის, არაფრის გამოთქმა არ შეუძლია. ჩნდება კითხვა, ეს არის ადამიანი, რომელიც რეანიმაციაში წევს და აგონიაშია, თუ ეს არის ადამიანი, რომელიც სამშობიარო ბლოკშია, რომელიც ახლა იწყებს თავის სრულფასოვან სიცოცხლეს. ის რომ ქრისტიანობა დღეს გამოიყურება აი ესეთ ადამიანად, რომელსაც ტემპერატურა არ აქვს 36 და 6, როგორც ყველა სხვას მოეწონებოდა, რომელიც სხვადასხვანაირად სუნთქავს, ვერ გამოთქვამს რაღაცას. არა იმიტომ რომ ის კვდება, იმიტომ რომ ის ახალ სიცოცხლეს იწყებს. ჩვენ ადრე ვთქვით, ეკლესია სულ ეძებს ფორმას თავის რეალიზებისა. როცა ქრისტიანობა გახდა ძალიან მოდური სახელმწიფო რელიგია, რომლის იმპერიისა, ქრისტიანობა მეგრევე იპოვა მონასტრები, რომ საკუთარ თავი ეცნო სარკეს ჩახედვისას. პოპულარული, მეინსტრიმული, დაუნტაუნური რელიგია არ უნდა ყოფილიყო ქრისტიანობა არასდროს. და გაჩნდა მონასტრები. შემდეგ იცვლებოდა სხვადასხვა ვითარებები, ეკლესია სულ პოულობდა გამოსავალს. ახლაც ეკლესიამ ერთგვარ კრიზისში რა თქმა უნდა არის, როგორც მთელი საზოგადოება. იმიტომ რომ ხალხი კვლავ პოსტქრისტიანული ცნობიერებით, წარმართული ცნობიერებით ისევ
მოხიბლული, იმიტომ რომ ვნებების პარადი ყველას მოსწონს ისე. ეს ვნებების პრაიდების ჩავლა ყველას მოსწონს. ქრისტიანობა ეძებს ახალ სახეს. და ისწორედ ჩვენი შვილების თაობა იქნება ის, ვინც დაესწრება არა დაკრძალვას, არამედ ფეხის ადგმას. ახალი ეპოქის განახლებული ქრისტიანობისა. ხოლო ისინი, ვინც ელიან ქრისტიანობის სიკვდილს სამწუხაროდ იმედგაცრუებულები დარჩებიან. თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ეს იმედგაცრუება შეიძლება მოუბრუნდეთ მათ, როგორც აი ჩვენ მე ნახსენებ ცნობილ ადამიანს, ნიშნად, რომ დრო არის დაუბრუნდეთ ეკლესიას. არა დამარხო ის, არამედ მის კალთის ქვეშ იყო შენ დაფარული. კეთილი. ვფიქრობთ, რომ ამჯერად ამით შეიძლება დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი. გევშლობებით მომავალ შეხვედრამდე.